მოგესალმებით ტაქტიკალი სიუციდან წარმოგიდგენთ ორი ვიდეო განხილვას. ამ შემთხვევაში ეს ვიდეო განხილვა არ შეეხება რომელიმე სამხედრო აღჭურვილობის ელემენტის სისტემის მიმოხილვას. ეს ვიდეო იქნება ზოგადი მიმოხილვა თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ცეცხლსასროლი იარაღი. იქნება ეს სამოქალაქო დანიშნულების თუ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სამხედრო დანიშნულების ავტომატური იარაღიც, ხო? ეს ვიდეო არ იქნება რაღაცა ძალიან გრძელი ვიდეო და წმენდის მთელ პროცესს არ წარმოგიდგენ, თუმცა გავამახვილებთ ყურადღებას იმ ძირითად ნიუანსებზე, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული იარაღის წმენდისას. ამ შემთხვევაში მაგალითი ნიმუშის სახით გვექნება R15 ტიპის სამოქალაქო ხრახნულიანი შაშხანა, კალიბრი 5.56 მმ, იგივე 223. ესე იგი, პატარა შესავალებით რო გავაკეთო, რა მინდა ვთქვა ზოგადად იარაღის წმენდაზე, განსაკუთრებით შაშხანების კუთხით, ხო? M4-ის სისტემასაც შეეხება, M4 R15-ის სისტემასაც შეეხება, საქართველოს ძალიან არის გავრცელებული ბოლო პერიოდში და ასე თუ ისე არის ხოლმე შემთხვევები, რომ მსროლელები, თვითონ იარაღის მფლობელები ზოგჯერ იარაღის კონკრეტულ ნაწილებს, იგივე ლულას ხანდახან აფუჭებენ ხოლმე და რესურსს უქვეითებენ ზედმეტი წმენდის გამო. ანუ განსაკუთრებით M4-ის სისტემას ეხება, ეს R15-ის სისტემას ეხება, კალაშნიკოვზე ცოტა ოდნავ სხვანაირად არის კალაშნიკოვის სისტემაზე, არ ჭირდება რაღაც გადამეტებული წმენდა. გადამეტებული წმენდა და მოვლა არ ჭირდება იმ M4-ის ტიპის შაშხანებს, რომელიც საერთოდ ავტომატური ჯერით ისვრის და ბევრად უფრო მეტად მიზრდება მისი შიდა სისტემაც, იგივე ლულას და ასე შემდეგ. ზომიერების ფარგლებში არის წმენდა საჭირო, რა თქმა უნდა, უნდა წმენდოთ იარაღი, თვეობით არ უნდა იდოს გასაწმენდად, ესეთი შემთხვევებიც ხდება, მაგრამ ზედმეტი გადამეტებული მოვლა ზოგ შემთხვევაში აფუჭებს ხოლმე და აქვეითებს იარაღის რესურსს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად განივითაროთ ეს იარაღის მოვლა წმენდის უნარები და სწორად გააწმინდოთ და სწორად მოახდინოთ იარაღის ტექნიკური მომსახურება იმ კონკრეტული იარაღის კონფიგურაციიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ ფლობთ, ხო? მე როგორ გავაგრძელოთ, გადავიდეთ მოდი R15-ზე და სანამ კონკრეტული იარაღის წმენდის დეტალებზე გადავიდოდით, ზოგადი მიმოხილვა მინდა გავაკეთოთ, თუ რა საშუალებებით არის მიზანშეწონილი ზოგადად და რა საშუალებები უნდა გქონდეს მობილიზებული და გამზადებული, სანამ იარაღის წმენდას დავიწყებთ, ხო? იარაღის წმენდის რამდენიმე ასე ვთქვათ დონე არსებობს, იარაღის ტექნიკური მომსახურებისაც იარაღის წმენდის რამდენიმე დონე არსებობს, იმის მიხედვით თუ რა დონეზე არის იარაღი ზოგადად დაბინძურებული და ამისათვის გვჭირდება სხვადასხვა ხელსაწყოები, ხო? არის იარაღის საწმენდი კომპლექტები, რომელიც გათვლილი არის სრულფასოვანი წმენდისთვის და ესეთი კომპლექტები უფრო იარაღის სახელოსნოში ან სახლში არის საჭირო და იარაღის ზოგადი წმენდის კომპლექტები, უნივერსალური წმენდის კომპლექტები, რომელიც უფრო სიტყვაზე საველე პირობებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნუ დავიწყოთ ახლა სიტყვაზე სახლში წმენდის მაგალითით. ჩვენ პირველი ასე ვთქვათ, რაც დაგვჭირდება და რასაც ორგანიზება უნდა გავუკეთოთ, ეს არის იარაღის საწმენდი კომპლექტის დაკომპლექტება. კი, უამრავი ათასნაირი მაგალითად ესეც არსებობს ქარხნული საწმენდი კომპლექტები, უნივერსალურები, სხვადასხვა ფასის კატეგორიით, ტაქტიკალის სივრცეში ძალიან ბევრნაირი გვაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა კალიბრისთვის, მაგრამ მეტნაკლებად მიზანშეწონილი არის, რომ ასევე თქვენ გქონდეთ დაკომპლექტებული იარაღის საწმენდი კომპლექტი სახლში, კონკრეტულად თქვენი იარაღის საჭიროებებზე მორგებული. იარაღის საწმენდის დაკომპლექტებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ესეთი ორგანიზერი ყუთი, სხვადასხვა კონფიგურაციის, უამრავნაირი ყუთები არის, შეგიძლიათ აქაც დიდიმებში იყიდოთ სხვადასხვა ხელსაწყოების ორგანიზერების გამოგადგებად, შეგიძლიათ გამოიწეროთ პირდაპირ. ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ ამ ზოგადი დანიშნულების ხრახნულიანი იარაღისთვის გათვლილ ორგანიზერ ყუთს, სადაც გაჩვენებთ ახლა რეები მაქვს ჩალაგებული. ამის გარდა უფრო დიდი ყუთიც მაქვს, სადაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანი არის საწმენდის საშუალებების და ხელსაწყოების, მაგრამ ეს პატარაც საკმაოდ მრავალფუნქციური არის. მაქვს ესეთი ჩალაგებული 5.56 მმ-ის 223-ის გათვლილი პატჩები, საწმენდი პატარა ნაჭრები. მაქვს ჩადებული ესეთი იარაღის სავაზნის საწმენდი ჯაგრისი, წინა მხარეს სპილენძის არის, უკანა მხარეს ფოლადის ჯაგრისი არის, დიდიაც არის, დიდი დიამეტრიაც აქვს. იარაღის სავაზნის უკანა ნაწილი საწმენდად არის, ანუ იმ ნაწილი, სადაც საკეტი შედის და მობრუნებით იკეტება.
მაგნეტალში ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება ხოლმე ნამწვი, დენთის ნამწვი, ნაგარი იგივე გროვდება თვითონ ჰილზიდან გაკეთებული ანატკეცები პატარა ასე ვთქვათ ფრაგმენტები თვითონ თითბერის მემოთხის ვაზნის თითბერის ჰილზიდან ანატკეცები და ამ ყველაფერს ჭირდება წმენდა. მაქვს ასევე 5.56 მმ კალიბრზე გათვლილი ესეთი სპილენძის ჯაგრისები, ამ ნადების მოსაცილებელი, ესეთი ორი ტიპის ბუნიკი, ჯიგი, ესეთი ერთი ჩვეულებრივი წვეტიანი თავაკით, რომ სიტყვაზე მასე წამოვაცოთ პატჩი და არ მოცილდეს პატჩი და გავატაროთ ლულაში, გასაწმენდად და პატჩის გასატარებელი ესეთი გრძივი ჭრილიანი თავაკი, რომლითაც ლულაში შეგვიძლია პატჩის გატარება, როგორც მშრალი პატჩის გატარება, ისევე საწმენდის სითხით დასრულებული პატჩის გატარება. ასევე იგივენაირი ბუნიკების სხვადასხვა ნიმუშები, ალუმინის ბუნიკი, ესეთი ალუმინის ბუნიკი, ასევე პატჩის გასატარებელი. ესეც ერთ-ერთი კონკრეტული ჯოხის ბუნიკი არის, რომელიც აქ არ მოხდა წარმოდგენილი. მაქვს ასევე ჩადებული ესეთი უფრო საველე გამოყენების უნივერსალური საწმენდის საშუალება ბოსნეიკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ხახუნიანი იარაღი გქონდეთ თქვენ საწმენდ კომპლექტში. იწყება ესეთი თასმით, პარაკორდის თასმა არის, შემდეგ ებმევა უფრო ნაქსოვ სქელ თასმაზე, რომელსაც დამატებით აქვს ესეთი ორ ადგილზე ამ თასმას დამატებული აქვს თითბერის ჯაგრისები, ლატუნის ჯაგრისებსაც უეძახით, ამ შემთხვევაში თითბერის მასალისგან კეთდება, თითბერის ჯაგრისები არის და ბოლომდება გასქელებული ნაწილით, რომელიც ლულაში გამოტარების დროს წმენდს საკმაოდ კარგად ლულავს. საველე პირობებში აი ესეთი ბოსნეიკის 1-2 გამოტარება საკმარისია, რომ შვიდად ვიყოთ და ლულის წმენდა რამდენიმე საათით ან ყველაზე 1-2 დღითაც კი გადავდოთ, სანამ სრულფასოვან წმენდას მოვახერხებთ. აქაც ჯობია, რომ ხარისხიანი ბოსნეიკები იქნას შერჩეული, რომ სიტყვაზე წმენდის დროს არ მოხდეს მისი გაწყვეტა შუაში, გადაბმის ადგილზე და ასე შემდეგ. ან იგივე ჯაგრისის ნაწილი სწრაფად არ დაჯდეს და ასე შემდეგ. აქვე ჩადებული მაქვს ამ კომპლექტში ესეთი R15-ის სკრეპერი არის, კარბონ სკრეპერს ეძახიან. ესეთი ხელსაწყოა, რომელიც გათვლილია სპეციალურად R15-ის საკეტის ჯგუფის გასაწმენდად. საკმაოდ უხეშად წმენდავს, უხეში ფოლადის ნახშირბადოვანი ფოლადის მასალისგან არის დამზადებული, საკმაოდ მაღალი სიმჭიდრის ფოლადისგან და საველე პირობებში გამოყენებაზე უფრო არის რეკომენდირებული და გათვლილი. ამ კონკრეტული ხელსაწყოთი თუ ზედმეტად გავწმინდავთ იგივე R15-ის საკეტს შეიძლება ის დავაზიანოთ კიდეც, ამიტომ ზომიერება არის აქაც საჭირო, ზედმეტი ზალის დატანება არ ჭირდება და როგორ გამოიყენება ეს კონკრეტული გაჩვენებთ აქ მაგალითებს და აქვე ვიდეოში ახლა გამოჩნდება როგორ ხდება ეს კარბონ სკრეპერით მისი ფუნქციები რა არის და როგორ ხდება რომელი დეტალების წმენდა როგორ ხდება R15-ის საკეტზე და ზოგადად BCG-ზე, ანუ საკეტის ჯგუფზე. აქვე მაქვს ესეთი წარმოდგენილი ჩვეულებრივი ჭურჭლის ახეხი მავთული. ჭურჭლის ახეხი მავთული არის უნივერსალური საშუალება ზოგადად იარაღის წმენდის დროს, არაპირდაპირ დანიშნულებით შეგვიძლია გამოიყენოთ და ძალიან კარგად წმენდავს და აპრიალებს კალაშნიკოვის სისტემის დეტალებსაც, იგივე კალაშნიკოვის სისტემის იარაღზე დგუშს აპრიალებს იდეალურად, M4-ის შემთხვევაში საკეტის გარკვეული დეტალები, საკეტის ჯგუფის დეტალები და თვითონ ნემსას გაწმენდა შეუძლია იდეალურად, მათ შორის ზედმეტი საწმენდის სითხეების გამოყენების გარეშეც კი კარგად წმენდავს. აქვე მაქვს ესეთი უნივერსალური ჯაგრისები, ორმაგი ჯაგრისები, სამხარეს პატარა ჯაგრისი აქვს, მეორე მხარეს დიდი ჯაგრისი. არის ფოლადის ჯაგრისი, იარაღის სხვადასხვა დეტალების გასახერხად, გასაწმენდად, ზედმეტი ნადების მოსაცილებლად, თითბერის ჯაგრისები, პატარა და დიდი თავაკებით და ნეილონის თავაკებით, ეს უკვე შედარებით სუსტი ნეიტრალური, რომელიც პრაქტიკულად არანაირად არ აზიანებს იარაღის არს დაფარვას და არაფერს არ აფუჭებს. ჯოხებს რაც შეეხება საველე პირობებში ხარ როგორც გითხარით ბოსნეიკითაც შეგიძლიათ გაწმინდოთ ან ასეთი სიტყვაზე ესეთი უნივერსალური კომპლექტი გქონდეთ საველე პირობებისთვის სახში შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ საველე პირობებში უკეთესია ესეთი ასაწყობი ჯოხით, ახეთ თითბერის დანაყოფები აქვს და სხვადასხვა სიგრძეზე შეგვიძლია ავაწყოთ და მოვარგოთ ესეთი ბრუნავი
სახელმწიფო არის, ხო? თუმცა ბევრად უფრო კარგი იარაღის, ხრახლულიანი იარაღის წმენდის დროს არის ესეთი სული ჯოხი. სული ჯოხი შერჩევისას უნდა შევარჩიოთ ისე რომ არ იყოს რაღაცა მასიური ესეთი ფოლადის ჯოხი, რომელმაც შეიძლება შიგნიდან ნულა დააზიანოს, ჯობია რომ თუ ფოლადის იქნება კონდეს გარედან კარბონის დაფარვა, ან მორეზინებული, ან მოპლასმასებული დაფარვა, ან იყოს ალუმინის ჯოხი, ან იყოს მთლიანად კარბონის ჯოხი. თუ თქვენ იარაღის რესურსი გადარდებთ თქვენ საკუთარი იარაღის და გინდათ რომ ნულა კარგ მდგომარეობაში ქონეთ, იგივე ეს სულად ფოლადის ჯოხით წმენდა, იგივე აი კალაშნიკოვის ავტომატი იროებოთ და მისი შომპოლი ქვემოდან რაც აქვს, ხო, იგივე ზუმბა, მასიური ფოლადის ზუმბა არის და თუ ძალიან დაკვირვებით არ მოვახდინეთ მისით კალაშნიკოვის ლულის წმენდა, ზოგადად ჯობია რომ არ გავწმინდოთ მაგითი კალაშნიკოვის ლულა, საკმაოდ ისეთი სერიოზული დაზიანება შეიძლება მიაყენოს იარაღის ლულას შიგნიდან, ამიტომ არ არის რეკომენდირებული კალაშნიკოვის წმენდა საკუთარი საშტატო ზუმბით, ხო? ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ესეთი ნაყიდი კომერციული საწმენდი ჯოხები დამატებით ნეიტრალური რბილი დაფარვებით არის იდეალური საშუალება. ასევე აქვე არის თავაკები სამივე სახეობის და ესეთი თავაკები ამ საველე კომპლექტში შედის, წეღანას გაჩვენეთ და ამ სამივე სახის თავაკის ფუნქციებზე რო გესაუბროთ, ესე იგი ყველაზე ისეთი რაც არის სტანდარტული ნეილონის თავაკი. ნეილონის თავაკი არის გათვლილი იმისათვის, რომ პირდაპირ ამითიც შეგვიძლია ლულიდან ნადების მოშორება, მაგრამ უფრო არის გათვლილი იმისათვის ნეილონის თავაკი, რომ სიტყვაზე ჯოხში დავამაგროთ და ლულაში სიტყვაზე ჩავასხათ, ან თვითონ ამ თავაკზე დავასხათ სპილენძის გამხსნელი აგრესიული საშუალება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ჰოპის ცხრის კოპერ რემოვერები ამ სპილენძის გამხსნელები ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს. ეს არის აგრესიული სითხეები, რომელთან მუშაობის დროსაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ხელებზე გვეცვას, ეს არ ვახსენე წეგან, ხელებზე გვეცვას ესეთი რეზინის სამეცნიერო ხელთათმანები და კარგი იქნება ამ სპილენძის გამხსნელების გამოყენების დროს, თუ გამოვიყენებთ პირბადეს. ესე იგი, ნეიტრალური ნეილონის ჯაგრისები უფრო გამოიყენება, რომ აგრესიული ხსნარები, რომელიც სპილენძის დადების მოხსნაზე არის გათვლილი, მისი ასე თქვათ სრულფასოვნად გატარება და მოდება მოახდინოთ ლულაზე. და რაც შეეხება ამ სპილენძის ჯაგრისი უფრო გათვლილია იმაზე, რომ თვითონ ნეიტრალური სითხეები, რომელიც სიტყვაზე აი მაგალითად არის ბალისტოლი ან განექსი, მისი მოდება მოახდინოთ და გაწმენდა მოახდინოთ ლულის შიდა ნაწილის და აგრესიული სპილენძის გამხსნელებისგან განსხვავებით ნეიტრალური სითხეები ამ სპილენძის ჯაგრისზე არანაირად არ მოქმედებს, ხო? თვითონ ამ სპილენძის ჯაგრისების სხვადასხვა კონფიგურაციები არსებობს, მაგრამ ეს კონკრეტული ესე დახვეული, სპირალისებურად დახვეული არის სტანდარტული კონფიგურაცია მასიურად რაც არის გავრცელებული. არის ასევე ესეთი წმენდის შუა სიტყვაზე და ეტაპებს შუა და ბოლო ეტაპზე ლულაში გასატარებელი საწმენდი ნაჭრის თავაკები, ეს ჯაგრისი არ არის, ნაჭრის თავაკი არის. ახალი ესე გამოიყურება, თეთრი ფერის, ესეთი, რომელთაც შეგვიძლია სხვადასხვა ლულაში არსებული სხვადასხვა აგრესიული თუ არა აგრესიული საწმენდის სითხეები იქნება, თუ ზეთი, საპოხი ზეთი იქნება, მოვაცილოთ ლულის შიდა არხიდან. აქვე არის ამ კომპლექტში, ამ კონკრეტულ კომპლექტში ასეთი სპილენძის ჯაგრისის და უკვე ნახსენები ესეთი ნეილონის ჯაგრისიც, ხო? თვითონ ამ კონკრეტულ კომპლექტში მაგალითად შეგვიძლია შევხედოთ, რომ არის ესეთი ასაწყობი ჯოხი სამი სხვადასხვა ნაწილიდან. ეს ეხება მისი ერთმანეთზე გადაბმა და კონკრეტული იარაღის ლულის სიგრძიდან გამომდინარე, სიტყვაზე თუ გრძელულიანი არის M4, სამივეს გადავაგოთ ერთმანეთზე და ეს საშუალებით გავწმინდავთ. თუმცა კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ ჯობია მონო ჯოხი, ანუ არააწყობადი სრული სიგრძის ჯოხი გამოიყენოთ, განსაკუთრებით თუ სახლის პირობებში ვაკეთებთ წმენდას. ესე იგი, თვითონ ხელსაწყობები მიმოვიხილეთ, ეხლა შეგვიძლია ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ თვითონ საწმენდი ხსნარების. დავიწყოთ აი ამ ჩვენთან ფართოდ გავრცელებული უნივერსალური საწმენდი ხსნარებით, რომელიც ჩვენთან მაღაზიებში ფართოდ არის
წარმოდგენილი. ეხლა სპილენძის სპეციფიური გამხსნელები ამ შემთხვევაში აქ არ მაქვს მოტანილი, მაგრამ ვიდეოში გამოჩნდება, ეხლაც გამოჩნდება ამ ნაწილშიც. სპილენძის გამხსნელები ზოგადად გამოიყარის აგრესიული ქიმიკატები, სითხეები არის, რომელსაც სპეციფიური ცოდნა ჭირდება მათ გამოყენებას, როგორც გელაპარაკეთ უკვე მისი ლულაში მის გატარებას ჭირდება ნეილონის ჯაგრისი და ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მომენტში ვიდეოში გამოჩნდება ის კონკრეტული ნიმუშები, რომელიც ასე თუ ისე გავრცელებული არის და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. რაც შეეხება ნეიტრალურ სითხეებს, ჩვენთან ეს ზოგადად ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ძალიან არის გავრცელებული ესეთი ბალისტოლები, უნივერსალური საწმენ საფოხი სითხეები, სპრეის სახით არის, ჩვეულებრივებიც არსებობს, არა სპრეის სახით, ყველაზე ამის გამოყენება შეიძლება როგორც იარაღის წმენდის პროცესში, ანუ გარკვეულ დონეზე საკმაოდ კარგად ხსნის ამ დენტისწვისას წარმოქმნილ ნადებს და ასევე შეიძლება ბალისტური იქნას გამოყენებული თვითონ იარაღის გასაპოხადაც და ხანგრძლივი შენახვისთვის იარაღის დეტალების დასატანათაც და არის ასევე განექსი, ესეც უნივერსალური არის, ამასაც ბალისტოლი აწარმოებს, განექსის ხაზი არის, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც წმენდის პროცესში, ასევე იარაღის ზოგადად იარაღის დეტალების ლუბრიკაციისთვის, ამ თხელი ფენის გასაკეთებლად, რომ გამართულად იმუშაოს იარაღის დეტალებმა ერთმანეთთან მოდებაში ზედმეტი არ იყოს, ხახუნი და ცვეთა არ იყოს და თუ ვაპირებთ იარაღის წლობით, თვეობით, წლობით შენახვას, რომ ისე შენახვას, რომ იარაღს არ ვისვრით ამ პერიოდში, ამ შემთხვევაში შეიძლება კონსერვაციისთვის, იარაღის საკონსერვაციოდაც შეიძლება იქნას გამოყენებული განექსის უნივერსალური, ნეიტრალური საწმენდი სითხეები. ეს ორივე ძალიან კარგი არის, გერმანული წარმოების არის. აქვე გაჩვენებთ ესეთ VD40-საც, VD40 არ არის იარაღის საწმენდი სითხე, მაგრამ ჩვენთან ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე. M4-ზე დიდად რეკომენდირებული არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის არც გამხსნელი, არც საფოხი არ არის. ერთადერთი რაც ამას შეუძლია ჭუჭყის და სიტყვაზე ჟანგის ამოტანა შედარებით ძნელად მისადგომი ადგილებიდან და მოკლედ იარაღის დეტალების გასარეცხად არის ძალიან კარგი. ან იარაღის დეტალები ბევრი ძალიან ესეთი მცროლელები, იარაღის პატრონები, ზოგიერთი ტიპის იარაღის დეტალებს, მაგალითად ცხელ წყალშიც რეცხავენ ხოლმე წმინდავენ, მეც გამიკეთებია ასე და არ არის ამაში არაფერი განსაკუთრებული, შეიძლება არაფერს არ უშვება იარაღს, კალაშნიკოვის სისტემის იარაღის იგივე გუშით შეგვიძლია ცხელ წყალშიც გავრეცხოთ, გავხეხოთ M4-ის გარკვეული დეტალებისაც და თუ სიტყვაზე წყლით მოხდა იარაღის დეტალების გაწმენდა, გასუფთავება და რა თქმა უნდა დასვენდება, შემდეგში წყლის გამოდევნა ძნელად მისადგომი ადგილებიდან აი VD40-ით შეგვიძლია. მრავალფუნქციურია ძალიან VD40, მაგრამ კიდევ მეორე ეს არ არის იარაღის საწმენდი სითხე, ხო? სპეციალიზირებული. აქვე არის ესეთი ძალიან დიდი ისტორიის მქონე ამერიკული ესეთი საწმენდი საშუალება ჰოპის 9. ჰოპის 9 არსებობს კოპერ რემოვერიც, ანუ სპილენძის გავხსნელებიც განსხვავებულ ბოთლებში არის, ახლა გამოჩნდება აქ, ვიყენებ მე მაგ კონკრეტულ სითხეს სპილენძის ნადების მოსაცილებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ჰოპის 9 ლუბრიკაციისთვის. ანუ თვითონ იარაღის დეტალების დასაზეთი უნდა ვარქოთ, ხო? ჩვენთან გავრცელებული რომ იარაღის Z-ს ეძახიან ხოლმე, Z-ი კიდე ცოტა სხვა რაღაცა არის, ეს არის იარაღის დეტალების ლუბრიკაციის უნივერსალური სითხე, რომელიც ზოგადად ძალიან კარგია, რომ გქონდეთ, ძალიან ხარისხიანი არის და კარგად ინახავს და მინიმუმამდე აქვეითებს ზედმეტ ხახუნს და ზედმეტ ცვეთას იარაღის შიდა დეტალებისა, განსაკუთრებით M4 სისტემაში, სადაც დეტალები ახლო მოდებაში არის ერთმანეთთან, კალაშნიკოვის სისტემისგან განსხვავებით და თუ სიტყვაზე არ მოხდება მისი გაპოხვა, ლუბრიკაცია შესაბამისი სითხეებით, ცვეთა ასე თუ ისე იმატებს იარაღის აქტიური მუშაობის პროცესში. ესე იგი, ეხლა გადავიდეთ უკვე თვითონ M4-ის ტიპის იარაღის, ანუ R15-ის შიდა სისტემის, ანუ შიდა დეტალების წმენდის პროცესზე და გაჩვენებთ კონკრეტულად რომელი ნაწილებს ჭირდება წმენდა. ახლა წმენდის მთელ პროცესს აღარ გაჩვენებთ, არ არის დიდად აუცილებელი, მაგრამ გაჩვენებთ რა მეთოდით და კონკრეტულად რა დეტალებს, რა პრინციპით ჭირდება გაწმენდა. რა თქმა უნდა, პროცედურების მიხედვით, იარაღის უსაფრთხოების პროცედურების დაცვით ვამოწმებთ იარაღის
განმოხტავთ იარაღს, ვაკეთებთ დასხლეტვას. შლით იარაღს, ზოგადად იარაღის დაშლამდე, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვაცილებ და მანამდე ჯობია რომ მოვაცილოთ იარაღს ღვედიც. ღვედი არ გვჭირდება წმენდის დროს, ზედმეტი ხელი შემშლელი არის, ერთმანეთზე აბავს სიტყვაზე 20 წელიანი შემთხვევაში ერთმანეთზე აბავს ღვედი, ხო, აპერს და ლოვერს, ქვედა და ზედა ნაწილებს, ზედმეტი ხელი შემშლელი ფაქტორია, პლუს შეგვიძლია შეიძლება დაისვაროს საწმენდის სითხეებით, გაფუჭდეს კიდეს და ამიტომ ღვედს წინასწარ ვაცილებთ. ვანცალკევებთ ერთმანეთისგან აპერს და ლოვერს. იარაღის წმენდისას გვჭირდება M4-ის შემთხვევაში, 15-ის შემთხვევაში იარაღის არასრული დაშლა, ხო? ვანცალკევებთ ერთმანეთისგან აპერს და ლოვერს, აპერიდან ვიღებთ საკეტის ჯგუფს, გადასატენ სახელურს და შეგვიძლია ძირითადი ნაწილი წინ წავიგდოთ და ზოგადად მიმოხილვა გავაკეთოთ რა გვჭირდება ლოვერზე, ქვედა ნაწილზე. ზოგადად ლოვერი ცოტა ისეთი რაღაცაა, რასაც ბევრად უფრო ნაკლები დატვირთვა, ბევრად უფრო შეუდარებლად უფრო ნაკლები დატვირთვა ადგება სროლისოს ვიდრე აპერს, უფრო შედარებით უფრო ნაკლებად ბინძურდება, მაგრამ ასე თუ ისე არსებობს კონკრეტული რამდენიმე ადგილი, რომელიც ასე თუ ისე წმენდას ექვემდებარება, ძალიან ზოგადი წმენდა ჭირდება სიტყვაზე ჭიდის არხს, ოღონდ ეგეთ ძალიან ბევრი სროლის მერე ჭიდის არხი ჩვენ შეგვიძლია სიტყვაზე თუ ასე თუ ისე დაბინძურებული არის რეალურად არ ჭირდება არანაირი ისეთი წმენდა ეხლა სამოქალაქო მსროლელები მაგდენს არც ისვრიან ჩვეულებრივი ესეთი უნივერსალური ჯაგრისითაც ჩვენ შეგვიძლია გამოუწმინდოთ ამ პირდაპირ ნაჭრითაც რომ ზედმეტი სროლისას ხილძიდან თითბერის ანატკეცები ზოგადად დენთის ნადებია ეხლა ის ცოტა ჭუჭყი მოშორდა იმიტომ რომ თითქოს მაინც და მაინც დაბინძურებული არ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რომ გამოუწმინდოთ დამცემ-სასხლეტი მექანიზმი, ამასაც რაღაც განსაკუთრებული წმენდა არ ჭირდება, იმიტომ რომ მაინც და მაინც ბევრი ნაგავი აქ არ გროვდება. ესე ჩვეულებრივად ჯაგრისით გავფხეკავთ, განსაკუთრებით კარგი არის ეს პატარა თავაკით რაც არის, იმიტომ რომ კარგად ჩადის ქვემოთ, სადაც ზამბარები არის და ზედმეტი თუ რაღაცა არის ასე თუ ისე ამოაგდებს, მაგრამ კიდევ გიმეორებთ რომ რა ვიცი, აი საბრძოლო M4-ები მინახია, როჩახიდავ საერთოდ არაფერი არ ჩანს აქ, არანაირი ზამბარა, იმდენად ასე თქვა გამოტენილი ყოფილა ჭუჭყი და იმით, მაგრამ მუშაობს ჩვეულებრივად, პრობლემა არ წარმოადგენს ეს. ასევე ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ და გავწმინდოთ იარაღის ბუფერის მინლაკი ბუფერტუბი. შიგნით ეხლა არაფერი განსაკუთრებული წმენდა არ ჭირდება, მაგრამ შედის ხოლმე მანდაც ნაგავი განსაკუთრებით ბევრი სროლის დროს და განსაკუთრებით ავტომატური იარაღზე. ძალიან ზოგადად ჩვენ შეგვიძლია გავასუფთავოთ, გავწმინდოთ ზედაპირულად თვითონ ესეთი ზამბარა და თვითონ ბუფერიც. ამ შემთხვევაში სუფთა არის, მაგრამ საჩვენებლად ხელახლა ვასუფთავებ. თუმცა კიდევ მეორებ რომ არ ბინძურდება ეს ისე რომ რაღაცა შეფერხების მიზეზი გახდეს იარაღზე რა თვითონ ბუფერის შიგნიდან შეგვიძლია აი ამ ჩვეულებრივ საწმენდი ჯოხზე დამაგრებული ამ ხელსახუცით შიგნიდან გამოუწმინდოთ მაგრამ აქაც არანაირი ჭუჭყი ძალიან მინიმალური შანსია რომ რაღაცა ისეთი დაბინძურება მოხდეს რომ იარაღის ტყუნების მიზეზი გახდეს. ბევრად მნიშვნელოვანია, რომ მეტნაკლებად ნაგავი ამოვიღოთ განსაკუთრებით სამოქალაქო 15-ებზე დამტყმელ სასხლეტი მექანიზმიდან, განსაკუთრებით ზამბარების მიდამოებიდან. აქაც დაიმახსოვრეთ, რომ გამოიყენეთ ნეილონის ჯაგრისი და არ გამოიყენოთ სიტყვაზე ეს ლატუნის თითბერის იქნება თუ ფოლადის ჯაგრისი, რომელიც ზედმეტად დაკაწრავს და დაფარვას ასე თუ ისე დაუზიანებს და რეალურად არ ჭირდება ეგეთი წმენდა ამ ნაწილს. ესე იგი, ძირითად ნაწილზე რომ გადავიდეთ, საკეტი ცოტა გვერდზე გადავდოთ და იარაღის აპერი, ხო, ზედა ნაწილი. ეხლა აპერში საკეტის სამუშაო არხი რაც არის, ხო? საკეტის სამუშაო არხი, შიდა არხი. სადაც სიტყვაზე გადასატენის სახელური მოძრაობს ზემოდან და საკეტის ჯგუფი ხო BCG
მაგას ასე თუ ისე ჭირდება წმენდა თავდაპირველად ზედმეტია ესეთი ნაგავი რაც არის ძალიან ზედმეტი ნაგავი მაგის მოსაშორებლად შეგვიძლია პირდაპირ ხელსახუცი გამოიყენოთ და ხელით თითით გამოწმინდოთ შიგნიდან უხეშად იგივენაირად ეს ფიდრამპიც სადაც საკეტი იკეტება ზედმეტი ნაგავი შეგვიძლია გამოფრიყოთ შემდეგში შეგვიძლია უკვე ავიღოთ უკვე იგივე ნეილონის ჯაგრისი და გამოვხეხოთ მეტნაკლებად ფოთაშორის აი ამ სპეციალიზირებული ნეილონის ჯაგრისების ნაცვლად თუ სიტყვაზე ესეთი არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისიც გამოიყენოთ ოღონდ შედარებით უფრო უხეში თავაკი უნდა გქონდეს ზედმეტი ნაგვის მოსაცილებლად უკვე წვრილი მხარე რომელიც არის შეგვიძლია ეს წვრილი მხარე გამოვატაროთ უკვე გადასაყენის სახელურის სამოძრაო არხში მეტნაკლებად გავწმინდოთ აირების მილაკის თავაკი რომ ეს ყოველთვის დაბინძურებული არის ხოლმე გაშავებული არის მე ხედავთ რომ იყო იარაღი გაწმენდილი ასე თუ ისე მაგრამ მაინც ეტყობა რომ ჯაგრისი დაბინძურდა ანუ გარკვეული დონეზე ჭუჭყი მაინც იყო აი ამ ზოგადი გამოწმენდის შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ შიგნით ეხლა აქ აღარ იმას ვიზავ მაგრამ გაჩვენებთ როგორ უნდა გაკეთოთ ბალისტოლის შემთხვევაში შეგვიძლია რომ ეს წვრილი მილაკი დაუმაგროთ ბალისტოლის სპრეის რომ მოყვება ესეთი მილაკები შიგნით შევასხავთ ძალიან ბევრი არ ვჭირდება ზოგადად ბალისტოლის გამოყენების დროსაც იცის ხოლმე სასუნთქ გზებზე ზემოქმედება რაღაც მომწამლავი და რაღაცა და არ არის მაგრამ ჯობია პირბად ეგეკეთოთ იმიტომ რომ შეიძლება ყველა აგიტყდეთ ბალისტოლის გამოყენებისას იმიტომ რომ ამის წვეთები მაინც მოხდება სასუნთქ გზებში შევასხავთ ხო სახაზინო ნაწილში ფიდრამპში თვითონ შიდა მაზეც რა ქვია შიდა მისი საკეტის ჯგუფის სამოძრაო არხშიც და გადავდივართ უკვე გავაჩერებთ და გადავდივართ უკვე ლულის ნაწილზე თვითონ ლულის წმენდის დროს არის რამდენიმე ეტაპები არის თუ სიტყვაზე სპილენძის გამხსნელებს ვიყენებთ სპილენძის გამხსნელებით სიტყვაზე ვიწყებთ ამას ნუ სპილენძის გამხსნელამდე ჯობია რომ ნეიტრალური რაღაცა სიტყვაზე ნეილონის იქნება თუ სპილენძის ჯაგრისი ერთხელ მშრალად გავატაროთ რომ ზედმეტი ნაგავი გამოიტანოს ან მშრალად გავატაროთ ესეთი ბორსნეიკი ესე რომ ზედმეტი ნაგავი რაც არის სიტყვაზე სითხის ჩასხმამდე ზედმეტი ჭუჭყი გამოიტანოს და ასე თუ ისე გაპრიალდეს ზედაპირულად გაპრიალდეს ლულა ესე გამოვატარებთ და შემდეგში უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ხსნარების შეტანა და ხსნარებით დამუშავება. ესე იგი, სპილენძის გამხსნელის გამოყენებას ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ ბალისტოლის მაგალითზე, ანუ უნივერსალური გამხსნელი ვიღებთ ლულას, შევასხავთ ლულაში შიგნიდან და იმისათვის რომ სიტყვაზე ლულის მთელ ზედაპირს მოედოს ეს კონკრეტული ხსნარი, ჯობია რომ აპერი, ну პრაქტიკა ესე ეჩვენებს, აპერი ქვემოთ მიმართული ესეთ მდგომარეობაში მივაყუდოთ ან დავდოთ და ქვემოთ რო არ გადაიღვაროს ლულის ბოლოში შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ну პრაქტიკაში მიღებული არის ეს მეთოდი და მუშაობს ჩვეულებრივად ნაჭერი ან ესეთი ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახუცი შევტენოთ ლულაში ბოლოში, ანუ ალმაკ კომპენსატორზე ჩავასხათ ბალისტოლი ლულაში და ესე ოდნავ დახრილი ან შეგვიძლია ესეც მივაყუდოთ აპერი და სიტყვაზე გავაჩეროთ იმის მიხედვით თუ რამდენი ხანი არის რა დონეზე არის იარაღი დაბინძურებული არის ნასროლი რაღაცა რამდენიმე ვაზნა, რამდენიმე ათეული ვაზნა თუ რამდენიმე ასეული ვაზნა არის მაგის მიხედვით ვაჩერებთ სიტყვაზე ეს ბალისტოლი რომელიც ლულაში არის ხო შიგნით არაფერს ასე ვთქვათ დამაზიანებელი ეფექტი არ აქვს, ლულას არ აფუჭებს, სიტყვაზე რამდენიმე დღე-ღამე თუ დავტოვოთ არაფერი არ მოუვა, თუმცა ეს რო გითხარით რომ ბალისტოლი იარაღის დასაზეთად, გასაყოფად და საკონსერვაციოთაც კი შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა ზოგადად კარგად რო გაიხსნას, მეტნაკლებად ნორმალურად რო გაიხსნას ეს ნადები, სადღაც 1 საათი, 2 საათიც შეიძლება დავდოთ, მაგრამ თუ ძალიან ესეთი იარაღი ახალი ნასროლი არის და სროლის შემდეგ მივიტანეთ სახლში, სიტყვაზე 9 საათიც საკმარისი არის, ყოფილი შემთხვევით 15 წუთშიც ნორმალურ დონეზე გაუხსნია ეს ნადები, ხო? ესე იგი, შევასხით ლულაში გადავდეთ ლულა
გადავწიეთ მისი წმენდა ბოლოსკენ და გადავდივართ ეხლა საკეტის ჯგუფზე. ეხლა საკეტის ჯგუფს ძალიან დეტალურად არ მიმოვიხილავ, ვისაც ემოთხი აქვს ეხლა თვითონ საკეტის ჯგუფი რას წარმოადგენს. აგებულება როგორი აქვს ყველამ კარგად იცის. შლით საკეტის ჯგუფს. გამოვიღებთ ნემსოს. აბრუნებთ ესეთი კემპინი, დიდი ზომის პინი, რომელიც საკეტს აჩერებს საკეტის თვითონ ჩარჩოში კერიერში. გამოვიღებთ საკეტს. აქაც ზოგადად აქ ხსნარების დასხმამდე ჯაგრისით ან სიტყვაზე ესეთი თავდაპირველად ქაღალდის ხელსახოცით ზედმეტ ჭუჭს და ზედმეტ ნაგარს ვაცილებთ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოცილება თუ არ არის გაწმენილი და ცოტა ხნის წინ ვისროლეთ სიტყვაზე რამდენიმე საათის წინ ან წინა დღეს აქაც შიგნიდანაც შეგვიძლია ეს ქაღალდით გამოუწმინდოთ მაგრამ ვერად უკეთესია თუ გამოუწმენდავთ აი ამ კონკრეტული ჯაგრისით. შიდა მხრიდან შეგვიძლია ამ პატარა ჯაგრისის თავაკით გამოუწმინდოთ, ანუ ბუდე სადაც საკეტი ჯდება, ესე 360 გრადუსით. ზოგადად დრო არ უნდა დაგვენანოს იარაღის წმენდაზე და რამდენიმე საათი სიტყვაზე 3 საათი, 4 საათიც კი რო გამოვყოთ ამის წმენდაზე და საფუძვლიანად გავწმინდოთ იარაღი თუ კარგად არის დაბინძურებული, ნორმალური დრო არის და თუ რაღაცა ზოგადი დაბინძურება აქვს იარაღს, სიტყვაზე შეგვიძლია ეს 9 საათში, 1 საათშიც ჩავეტიოთ. შემდეგ აი ესეთი არხი, ორი არქეტიკიდან პარალელური არხები, ესენიც უნდა გაიწმინდოს, აი ეს კონკრეტული ნაწილიც ზედმეტი ნაგავი რაც არის რომ მოცილდეს და კერიერი მზად არის რომ სიტყვაზე ჩავასხათ მასში უკვე საწმენდის საშუალება, ამ შემთხვევაში ბალისტოლი, სხვადასხვა ადგილებზე და გავამზადოთ უკვე შედარებით უფრო საფუძვლიანი გაწმენდისთვის, ხო? გადავიდეთ უკვე აქეთ საკეტზე. M4-ის საკეტი ზოგადად კარგია თუ რეკომენდირებულია თუ ყოველთვის იქნება კარგად გაწმენდილი და ზედმეტი ნაგავი არ იქნება მასში, მაგრამ აქაც თუ სამხედრო შესრულების იგივე USGI სტანდარტის საკეტებია, ხო, სამხედრო შესრულების ამერიკული პენტაგონის USGI სტანდარტი თუ არის რა, არაკომერციული კარგი საკეტები, ან მაღალი დონის ბრენდების საკეტები დიდი ხნით გაუწმენდაობას და შედარებით მოვლენობას ასე თუ ისე იტანს, მაგრამ მინახია მე ბოლო პერიოდში საკეტები ძალიან აღარ ვიტყვი ხარ რომელი კომპანიის საკმაოდ მაღალი დონის ბრენდად ითვლება ამერიკული კომპანია არის და გაუწმენდაობის გამო იყო სწორედ საკეტი დაზიანებული და შეიმჩნეოდა მიკრობზარები არა და ახალი იყო თითქმის არ იყო რაღაცა ძალიან ბევრი არ იყო ნასროლი ამ იარაღიდან. ამ შემთხვევაში საკეტის წმენდისას საკეტის გარე ნაწილი უნდა იქნას გაწმენდილი, რა თქმა უნდა, ნემსა უნდა იქნას გაწმენდილი საკეტის გარე ნაწილი და შეგვიძლია ასევე გავწმინდოთ ესეთი ექსტრაქტორიც შიგნიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნაგავი გროვდება ხოლმე ამაში ნამწვი. ეხლა ეს გაწმენდილი არის, იდეალურ მდგომარეობაშია, დაზეთილიც კი არის, მაგრამ ჯობია ხოლმე რომ ესეც მოხსნათ და ექსტრაქტორი ძალიან კარგად იქნას გაწმენდილი. ესე იგი ძალიან კარგია როგორც წეგან გითხარით ესეთი ჩვეულებრივი ჭუჭის სახეხი მავთული იდეალურად აასუფთავებს თვითონ საკეტსაც, ნემსასაც იდეალურად წმენდავს თუ სიტყვაზე სხვა საშუალებები არ გვაქვს, რომ ხელით ჭირდება ესეთი მიიხმარება, სიტყვაზე ასე შევსვავთ საკეტს, მოუჭერთ, დავატრიალებთ და იდეალურად აცილებს აი ამ დენტისტვისგან წარმოქმნილ ნარჩენებს, ხო? ჭურჭლის სახეხი მავთულები ზოგადად ესეთი სპილენძის ფერებიც არსებობს, სპილენძის დაფარვებით, სპილენძის ისინი დიდად კარგი არ არის იარაღის წმენდისთვის, ესეთი ჩვეულებრივი რკინის ფერი რაც არის რა, მონაცრისფრო რომ უკეთესი არის ბევრად. თვითონ ზედაპირის გასახეხათაც გამოდგება, იმიტომ რომ თვითონ ყოველთვის ესეთი საკეტის მასალას დაფარვად საკმაოდ თუ ნორმალური საკეტი არის მაღალი ხარისხის არის და ეს რბილი ჭურჭლის სახეხი მავთული მაინც და მაინც დაზიანებას ამას ვერ მოაყენებს. ნუ დროთა განმავლობაში თუ ხშირად ვაკეთებთ ამითი ხეხვას შეიძლება ესეთი მოაპრიალოს, ანუ გადააცალოს ეს შავი დაფარვა, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ნემსას შემთხვევაშიც ნემსას შეგვიძლია ესე ჩავყოთ, მოუჭიროთ ხელი, ვატრიალოთ და იდეალურად გასუფთავებული გამოვა. განსაკუთრებით ესეთი ძნელად მისადგომი ადგილები რაც არის თითით შეგვიძლია ესე მივაწვეთ და როგორც სარკე ისე ასუფთავებს ეს ჭურჭლის სახეხი მავთული გატესტილი არის
აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ქართველი მსწავლელები, არამედ მსოფლიოში ბევრი იყენებს ასე სხვადასხვა იარაღის დეტალების საწმენდად, იმიტომ რომ უნივერსალური არის ამისთვის. ამ ზოგადი გახეხვის, ზოგადი გაწმენდის შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ თვითონ საწმენდ საშუალებებზე და დამატებითი ზედმეტი ასე ვთქვათ ნაწილაკების მოსაშორებლად უკვე ბალისტოლიც გამოვიყენოთ სიტყვაზე საკეტის წმენდისთვის. დავასრულებთ ბალისტოლით ყველა დეტალს და გადავალთ უკვე შედარებით უფრო საფუძვლიან წმენდაზე. ამ საფუძვლიანი წმენდისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თუ ძალიან ესეთი სერიოზულად თუ არის დაბინძურებული ხო საკეტი, მაგრამ რეალურად ესე ნაკლებად დაბინძურდება ხოლმე, შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ ესეთი ჯაგრისი. ზედმეტი ძალის დატანება არ ჭირდება, ესე ზოგადად წაусმევთ ესე და ძალიან კარგად აცლის ამ ნაგავს, რომელიც შეიძლება ჩამკვლარი იყოს რაღაც კონკრეტულ ადგილებზე. მაგრამ კიდევ და კიდევ გიმეორებთ, აი ამ ჩვეულებრივ თითფერის ჯაგრისზე არანაკლებად კარგად ასუფთავებს ჩვეულებრივი ჭურჭლის სახეხი მავთული. რაც შეეხება 1.15-ის ესეთი კარბონის მოსაცილებელი ხელსაწყოს წეღა რაც გაჩვენეთ, ამას აქვს ბევრი ასე ვთქვათ ფუნქცია, სხვადასხვა თავაკები აქვს და შეგვიძლია გამოვიყენოთ ახლა შემდეგი სახით. თვითონ bolt carrier-ის ანუ კორპუსის საწმენდად, თვითონ საკეტის ბუდის საწმენდად გამოიყენება ეს კონკრეტული ნაწილი, შევსვათ შიგნით, ძლიერად ესე ვატრიალებთ და შიგნიდან თუ რამე არის ნადები, მაქსიმალურად აცილებს. შემდეგში ესეთი ორი პატარა დიდი და მცირე დიამეტრის ესეთი ჭრილები აქვს, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ თვითონ დიდი რომელიც არის ნემსას firing pin-ის გასახეხად იდეალურად ასუფთავებს. პატარა რომელიც არის თავაგზე ეს უკვე ნემსას წვრილი ნაწილი, წინა ნაწილიც არის მაგის საწმენდად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ესეთი მოკაუჭებული თავაკი შეიძლება იქნას გამოყენებული აი ესეთი ექსტრაქტორის ნაოჭის საწმენდად, ანუ იმ ნაწილის, რომელიც ვაზნის ჰილზის გამოგდებაზე არის პასუხისმგებელი. ესე იგი, თვითონ აი ამ ნაწილის, სადაც ნემსაჯდება, ხო? ეს ამ ნაწილის საწმენდად გამოიყენება აი ესე. ეხლა ეს ყველაფერი აქ გამოჩნდება ცალკე სურათი ამ კონკრეტული ნაკეთობის, სადაც ინფოგრაფიკასაც კარგად იქნება ნაჩვენები ამისი დანიშნულება როგორია. შემდეგში სიტყვაზე შეგვიძლია ზოგადი წმენდის და გასუფთავების შემდეგ ექსტრაქტორი ესე დავამაგროთ და აწყობილ მდგომარეობაში საკეტის აი ამ ნაწილის, ანუ იმ ნაწილის, სადაც ჯდება თვითონ ის რა ქვია ჰილზის ძირი, ხო? მაგის საწმენდადაც ეს თავაკი შეგვიძლია იქნას გამოყენებული ზედმეტი ნაგვის მოსაცილებლად და აქვს ესეთი კონკრეტული კბილანა, რომელიც უკვე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი საბრძოლო კბილანების ბაიოპორებს რო ეძახიან, ხო, რუსულად, ამების ესე გასაფრეკად გამოსაწმენდად. მაგრამ კიდევ და კიდევ გიმეორებთ, თუ კარგად ასე ვთქვათ, გამოვიყენებთ ჭურჭლის მავთულს და ესეთი ხელსაწყოები არ გვაქვს სიტყვაზე, ჭურჭლის მავთულით მისი პატარა ესეთი დანაყოფ პატარა ნაწილებით ძალიან კარგად შეგვიძლია გამოუწმინდოთ საკეტის სხვადასხვა მიუდგომელი ადგილები. ესე იგი, წმენდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვამშრალებთ. ანუ იმ სითხისგან ვამშრალებთ, რომელმაც სიტყვაზე ნადები გახსნა და რომელიც დაბინძურებულია ასე თუ ისე ვამშრალებთ. ქაღალდის ხელსახუცი იდეალური არის ამის გასამშრალებლად. შიდა მხრიდან თუ გვინდა ამისი გამშრალება, აი აქ შიდა არხი ხო ნემსას ეს არხი სადაც ნემსა ჯდება, ამის გასამშრალებლად შიგნიდან კარგი არის ზოგადად გამოდგება წვრილი ყურის ჭხირები, იდეალურად ასუფთავებს ამ არხს და გამშრალების შემდეგ უკვე დამატებით ვაკეთებთ რამდენიმე წვეთით გაპოხვას, დაზითვას, რომ სიტყვაზე იდეალურად იმოძრაოს საკუთარ არხში. აქაც უკვე
თვითონ საკეტის კერიერი ხო, საკეტის მზიდი კერიერი რაც არის, კერიერის ჩარჩო, საკეტის ჩარჩო შეგვიძლია თუ დამატებით სერიოზულად არის დაზიანებული და ზოგადმა წმენდა მარუშველა, წეღა როგორც გახსოვთ, დავასველე ბალისტოლით და ესეც შეგვიძლია რომ აი ამ ლატუნის თითბერის თავაკიანი ჯაგრისით კარგად გამოვფრიყოთ, გამოწმინდოთ, ზედმეტად დაჭერა არ ჭირდება, არ არის აქ საჭირო ზედმეტი ძალის დატანება, რომ ნადები ზედმეტი მოცილება არ მოხდეს ამ შავი დაფარვის, მაგრამ ნადები რაც არის სიტყვაზე დენთის ნადები, მაგას იდეალურად აცილებს, აი სიტყვაზე შიგნიდან კარგად თუ გინდა გამოწმენდვა, ესე შეგვიძლია ჯაგრისის დიდი თავაკი შევსვათ შიგნიდან ესე მატრიალით 360 გრადუსით იდეალურად ასუფთავებს შიგნიდან. შემდეგ ამასაც გამოვატარებთ ესეთი მშრალი კაღალდის ხელსახոցი და საკეტის მსგავსად ამასაც დამატებით დავზეთავთ რამდენიმე წვეთი ესეთი დავაწვეთებთ ბალისტოლის რამდენიმე წვეთს შიგნიდანაც შემდეგ შეგვიძლია ესეთი კარგად რომ მოედოს ზედაპირს შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ ბალისტოლი დავასხათ ქაღალდის ხელსახոցზე და უბრალოდ ამითი დავწმინდოთ რა მისი ყველა ადგილი და იდეალური თხელი ფენა ლუბრიკანტი მოედება და არაფერი ზედმეტი ამას აღარ ჭირდება კიდევ დაიმახსოვრეთ რომ წეღარო ვისაუბრობდი რომ იარაღს ზედმეტი წმენდით აფუჭებენ მეთქი ხო ზედმეტი გადაყოლა იარაღზე ზედმეტი ხეხვა წმენდვა შემდეგში უკვე გაწმენდილი იარაღზე ზედმეტი სქელი ფენაზეთის დადება არანაირად არ არის საჭირო თუ რაღაცა ძალიან სპეციალურები არ არის და სპეციალური პროცედურები არ ჭირდება მის წმენდას ზოგადი წმენდა R15 სისტემაზე სრულიად საკმარისი არის მოგეთ ესე თხელი ფენით გავწმენდოთ უკვე აწყობილზე შეგვიძლია მე რამდენიმე წვეთი დავასხათ ასე შემდეგ რაც შეეხება ესეთი დიდი ზომის პინი ამას რაღაცა განსაკუთრებული არ ჭირდება არანაირი ნაგავი ხა ამაზე სერიოზული არ რჩება ხოლმე შეგვიძლია ესეც ჭუჭლის სახეხი მავთულით ესე გავწმინდოთ თხელი ფენა დავადოთ ნუ ჭილებს რაც შეეხება ამ პატარა ჭილებს ამასაც არაფერი არ ჭირდება უბრალოდ თუ რაღაც ზედმეტი ნაგავი აქვს და ისე ხელით მოვაცილებთ ნემსაც ესე ძალიან თხელი ბალისტოლის ფენით დავასველოთ და შეგვიძლია უკვე ავაწყოთ იარაღი, ავაწყოთ საკეტის ჯგუფი და გადავიდეთ უკვე ლურის ნაწილზე ჩავაგდოთ ნემსა გავკეთოთ ჭილები ზომით და გავსუჯოთ როგორ მუშაობს იდეალურად მუშაობს როგორც გვახსოვს ხო იარაღის ლულაში შესმული გვაქვს ბალისტოლის უნივერსალური ნეიტრალური სითხე ესე იგი რომელმაც გახსნა ნადები ამ დროის განმავლობაში პირველ ეტაპზე უკეთებთ ესეთ სპილენძის თავაკს ეს გახსნილი ნაგავი გამოიტანოს უკანა მხრიდან ვიწყებთ ესე უკანა მხრიდან გავატარებთ ესე სიტყვაზე კარგად გამოასუფთავოს, გამოხეხოს ახლობით ერთი 10 პირველ ეტაპზე ერთი 10 ჯერ თუ გავაკეთებთ ჩვენივად გამოასუფთავებს და რეალურად მაგდენი არც ჭირდება. ეხლა მოასუფთავა მეტნაკლებად. ეხლა უკვე შეგვიძლია სპილენძის გატარების შემდეგ შეგვიძლია გავატაროთ ასევე ესეთი არ არის დიდად აუცილებელი, მაგრამ შეგვიძლია გავატაროთ ნეილონის ჯაგრისით, რამდენჯერმე რომ ასე თუ ისე გამოიტანოს შიგნით რაც არის ნაგავი
სპილენძის ჯაგრის უფრო მეტად ხეხავს შიგნით. ერთმანეთისგან ანცალკევებს აი ამ დენტისტვის განწარმოქმნილი პროდუქტების ნაწილაკებს, ერთმანეთისგან ანცალკევებს და ბოლო ეტაპზე უკვე რეალურად ეს ბოლო ეტაპი არ არის. ერთ-ერთი პირველი ეტაპის ბოლო ეტაპი არის და არა ბოლო ეტაპი სმედის გამოვატავთ ესეთი დაჭრის საწმენდი. რამდენჯერმე რომ სულად იქნას გამოტანილი პირველ ეტაპზე გახსნილი ნადები. ესე იგი ეს პროცედურა დაახლოებით ამ ლულის შემთხვევაში 15 შემთხვევაში შეგვიძლია სადღაც 1-3 ჯერ გავიმეოროთ და იდეალურად იქნება ლულა გასუფთავებული იმ დონეზე, რა დონეც სჭირდება 15-ის ტიპის შაშხანას. შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ეს სამჯერ გავიმეორეთ ეს პროცედურა, გვაქვს გაწმენდილი საკეტიც. ზოგადად გავწმინდეთ იარაღის ლოვერით და ბოლო ეტაპზე უკვე ჩვენ შეგვიძლია იარაღის აწყობა. დავიწყოთ აპერის აწყობით, ჩავსვათ საკეტი. ერთმანეთზე გადავაბათ აპერი და ლოვერი. შევამოწმოთ იარაღის მექანიზმის გამართულება. და მოვარგოთ ჭიდი და ყველაზე ბოლო ეტაპზე შეგვიძლია უკვე გავუკეთოთ ეს მოხსნილი ხვედიც, რომელიც მოხსნილი იყო, რათა აი ამ სხვადასხვა ხსნარებისგან, სიტყვაზე სპილენძის გამხსნელი ქიმიკატებისგან ზედმეტად არ დაბინძურებულიყო წმედის პროცესში. ეს იყო ძალიან ზოგადი მიმოხილვა, როგორ უნდა გავწმინდოთ 15-ის ტიპის შაშხანა. შემდეგ ეტაპზე გაჩვენებთ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატზე, როგორ შეიძლება წმენდის პროცესი და ზოგადად იცოდეთ, რომ აქვე აღნიშნავ, რომ M4 დაკლებად წმენდას და მოულელობას ბევრად უფრო კარგად იტანს, ვიდრე კალაშნიკოვი, ბევრისთვის გასაკვირად, იმიტომ რომ აქ ნიშნულოვანია ზოგადად იარაღის დეტალების დაფარვები და ის მასალები, რაც არის გამოყენებული იარაღის კორპუსის დასამზადებლად, ამ შემთხვევაში კალაშნიკოვის იარაღები მისი საბრძოლო მასალიდან, თვითონ ნაწილების ზედაპირის დაფარვებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო ექვემდებარება კოროზიას, ადვილად იჟანგება, თუ დასველდა სიტყვაზე და მაინც გავაგრძელეთ, ასე ვთქვათ, ნასრული იარაღი დასველდა და მაშინვე ვერ მოვახდინეთ გასუფთავება გაწმენდა, ამ შემთხვევაში M4 სისტემა ბევრად უფრო კარგი და საიმედოარი, ანუ კარგად მოვლილი M4 შეიძლება ითქვას, რომ უფრო საიმედოარი, ვიდრე სიტყვაზე მოვლილი კალაშნიკოვი საომარ სიტუაციაზე მაქვს საუბარი. მადლობა ყურადღებისთვის.